ეს ლოგო უკვე საქართველოს გარეთაც შეგხვდებათ. კომპანია სულ რაღაც 8 წლისაა და უკვე საერთაშორისო ბაზარზეა გასული. დავაკონკრეტოთ, არათუ სხვა ქვეყნებში, არამედ სხვა კონტინენტზე, სადაც Next იქნის არა მარტო საკუთარ ქვეყნის იმიჯსაც. აქ უკვე კომპანია ფლაგმანივითაა. აჭარაში დაბადებულისთვის ფლაგმანობა, სხვებისთვის გზის გაჭრა, საინტერესოსთან ერთად პასუხისგებლობაცაა. საერთაშორისო დეველოპერულ კომპანია Next სამშენებლო მოედანი ერთდროულად 13 ლოკაციაზე აქვს გაშლილი და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე დიდ პროექტზე მუშაობს. კაფეო განმარტება აქვთ. Next-ი არნიშნავს შემდეგს. ის მომავალს აშენებს. გლობალური ბრენდების პარტნიორია. მომხმარებელს აძლევს საშუალებას გახდეს ბრენდული, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროში აპარტამენტის მფლობელი, ანუ ინვესტორის სტაბილური შემოსავლით. ჩვენ შემთხვევაში სიტყვა Next-ი გულისხმობს უფრო მომავალს, ვიდრე შემდეგს, უფრო ვთქვათ, განვითარებას, სიახლეს, ხარისხს, სტანდარტს, გაუმჯობესებას. დინამიკა განვითარების არის ძალიან დიდი. კომპანია არათუ ერგება რეალურად საქართველოში არსებულ თამაშის პირობებს. მე ვიტყოდი, რომ უსწრებს კიდევაც ჩვენ ამ წუთას ვთვლი რომ ვაწესებთ სტანდარტს ამ სფეროში, არათუ მივყვებით გარკვეულ გაიდლაინებს, არამედ ვქმნით და ვამკვიდრებთ ახალ შესაძლებლობებს. Next-ის რუკაზე მონიშნულია საქართველო, დუბაი, კენია, ესპანეთი, 6 გაყიდვების ოფისი, 500-ზე მეტი თანამშრომელი და 450 მილიონის ინვესტიცია. თუკი დუბაის ბაზარი უკვე ნაცნობია ქართული ბიზნესისათვის, სრულიად ახალი გამოწვევა აფრიკული ქვეყნები. რამდენიმე წლის წინ კენია უტოპია იყო. დღეს კი ეს რეალობაა. საინტერესოა ესპანეთში ბრენდის შესვლა, იქ სადაც არქიტექტურა და მშენებლობა სხვა სიმაღლეზეა. განვიხილოთ შესაძლებლობებს სხვადასხვა კონტინენტზე. ეს არ არის ერთი ქვეყანა, ერთი ლოკაცია. არის შემოთავაზებები, როგორც ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, რომელსაც აქტიურად შევისწავლით და განვიხილავთ და ვფიქრობთ იქ გაფართოებას. ასევე არის ზანზიბარის პროექტი, სადაც ჩვენ გავაკეთეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ წუთას ვესაუბრებით ერთ-ერთ საერთაშორისო ბრენდს, სასტუმრო საერთაშორისო ბრენდს, რომ ვთქვათ, ერთობლივად განვახორციელოთ პროექტი. გვაქვს პროექტი ესპანეთში, სადაც ასევე განვიხილავთ გაფართოების შესაძლებლობას, თუმცა ვუყურებთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც. დუბაი ძალიან გაწერილია, კი, ამ მიმართულებით. ეს ალბათ მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არის დუბაის საიდუმლოც, რის გამოც ის ვითარდება ისე როგორც ვითარდება და არის ასე ვთქვათ, მსოფლიოს ცენტრი გარკვეულწილად ბევრი მიმართულებით, თუმცა სტანდარტიზება ძალიან მაღალია, მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ეს ჩვენთვის ერთის მხრივ არის დიდი კომფორტი, იმიტომ რომ ეს გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას წინასწარ გავჭრიდოთ ბევრი რამე. კენიაშიც და ზანზიბარშიც საკმაოდ დიდია ბიუროკრატია და დროში იწელება. ვერ ვიტყოდი, რომ დუბაიში არ არის ასე, თუმცა იქ დროში უფრო დინამიურად არის ყველაფერი აწყობილი. საერთაშორისო პროექტებამდე Next-ი გლობალური ბრენდების შემოყვანით მივიდა. Redisoni ვინდამი. პარტნიორობა გლობალურ ბრენდებთან კი ნდობისა და შესაბამისი სტანდარტების გარეშე არ ხდება. ბათუმში ექსპლუატაციაში შესასვლელად ემზადება Next Redison Residency და ვინდამ Residency. დავიწყეთ გაფართოება საერთაშორისო მასშტაბზე. პირველი ნაბიჯი საერთაშორისო იყო საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა საქართველოში და აჭარაში შეიქმნა ორი ძალიან დიდი ბრენდული ტიპის აპარტამენტი, როგორც არის ვინდამი და Redisoni. ორივე მათგანი დღეს უკვე შეგიძლიათ იხილოთ, რომ არის პრაქტიკულად დასრულებულ მდგომარეობაში და ცოტა ხანში ჩვენ უკვე დავიწყებთ დაახლოებით 1 წლის პერსპექტივაში დავიწყებთ ოპერირებას. ეს იყო ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და იყო მასშტაბი კომპანიისთვის, რის გამოცდილებაც არათუ კომპანიას მგონი საქართველოშიც არავის არ ქონდეს 600 ნომრიანი თითოეული. ეს არის გრანდიოზული მშენებლობა. სოფო ჭელიძე Next-ის გუნდს რამდენიმე თვის წინ შემოუერთდა. მისი საყრდენი კომპანიის გუნდია, მდგრადობის გარანტია. რისკი, გამბედაობა, ამბიციები, პროფესიონალიზმი, პასუხისგებლობა და სიახლეების მიღებლობა Next-ის ხასიათია. პანდემიის დროს დაბადებული კომპანია სწორედ გუნდის ძალისხმევით კრიზისიდან, როგორც იტყვიან, გაცილებით ძლიერი გამოვიდა. Next-ის მულტიკულტურული გარემო კი სრულიად სხვა მიდგომებს ქმნის კომპანიაში. აქ კულტურათა და თაობათა თანაარსებობა. სიამაყით გეტყვიან, რომ მრავალეთნიკურია, 6 ენაზე საუბრობენ, მუშაობენ და ურთიერთობენ. პიოტრი პოლონელია Next-ის საინვესტიციო მრჩეველი. ენის ბარიერის მიუხედავად გადმოსვლა არ იყო რთული. გუნდი ბევრ რამეში მეხმარებაო. Next-ი კი საინტერესო გამოცდილებაა. კომპანიას რეპუტაცია მის საქმიანობაში გადამწყვეტია, განსაკუთრებით უცხოელ მომხმარებელთან ურთიერთობაში. მულტიკულტურული გარემო არ არის მარტივი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ყოველი დღე რაღაც ხდება, მუდმივად სიახლეა. ასეთ გარემოში სხვანაირად ვითარდები. რაც შეეხება ჩემს უშუალო საქმიანობას, Next სანდო რეპუტაცია აქვს, რაც მყიდველის ნდობას განსაზღვრავს. აი პოლონეთში დიდი ბიუროკრატია გვაქვს ყიდვის პროცესში. ქართული ბაზარი კი მოქნილია. ეს მათ უფრო აკვირვებთ, კითხვებით შესაბამისად მეტია. საბოლოოდ კი მარტივად ადაპტირდებიან.
ეს ჩვენი მენტალური სიახლოვითაც აიხსნება. Next ღირებულებებზე დგას. განვითარებადია, თუმცა არსებობს უცვლელი კრიტერიუმები. ღირებულება ღებულობ იაზრებ და ისიც გაძლევს შესაძლებლობებს. ანა და მარიამი კომპანიაში არც ისე დიდი ხნის წინ მოვიდნენ. ახლა თბილისში აღმაშენებლის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 პროექტს იწყებენ. ბათუმში ისტორიულ ძეგლზე მუშაობამ ბევრი რამ მოგცა. პროექტისთვის ემზადებით. გარემოს დეტალებს კიდევ ერთხელ ვაკვირდებითო. ანამ ნექსტში პროექტების მენეჯერობით დაიწყო. დღეს კი პროექტების განვითარებისა და კომერციული მიმართულების ჰედია. 13-ვე მიმდინარე პროექტშია ჩართული. ყველა იმ პრემიალურ ბრენდთან უწევს ურთიერთობა, რომელიც Next-ის პარტნიორია. დუბაიში ყურადღება ენიჭება მაღალ პოზიციონირებას ბრენდის და მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები მკაცრად დავიცვათ. აფრიკის შემთხვევაში მნიშვნელოვანია გარემო პირობების გათვალისწინება და ენერგოეფექტურობა უფრო პოზიციონირებს. ეკოლოგია ლანდშაფტი, დიახ, იმიტომ რომ თითოეულ ლოკაციას კი ამას მოგვიწოდებს, რომ შევინარჩუნოთ ბუნება და საქართველოში ჩემი აზრით ორივეს ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო გამოცდილებით ჩვენ გვინდა რომ ეს საერთაშორისო გამოცდილება დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაშიც და ვიყოთ მოწინავე ამაში. ყველა ქალაქში ვცდილობ რომ დავიჭირო ის განსხვავებული ნიშა, რაც დამახასიათებელია არქიტექტურისთვის და ამავდროულად საინჟინრო გადაწყვეტილებებისთვის. ვინაიდან არქიტექტურა ეს არის პირველი შთაბეჭდილება პროექტის, ხოლო საინჟინრო გადაწყვეტილება არის შემდეგ გრძელვადიანი ხედვა პროექტის ფუნქციონირებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ორივეში ვიპოვოთ ბალანსი. ისტორიულ ობიექტებთან მუშაობისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი რგოლს წარმოადგენს ფასადის დეტალი, ვინაიდან ეს არის პასუხისმგებლობა ქალაქის მეხსიერების მიმართაც. ამიტომ მნიშვნელოვანია შევარჩიოთ როგორც მაღალი ხარისხის მასალები, ასევე დეტალებსაც გავამახვილოთ ყურადღება. არსებული ნათელი მაგალითად შეიძლება დავასახელოთ Next Downtown-ი, სადაც ფასადის სამუშაოები სრულად დასრულდა და ეს არ არის მხოლოდ რესტავრაციის პროექტი, ეს არის შენობას მიმოცეთ განახლებული სიცოცხლე. მარიამი სრულიად განსხვავებულ პროექტებზე მუშაობდა. ვილები, რეზიდენციები, აპარტსტუმროები, ისტორიული ძეგლები, ახლა Next Redison რეზიდენციის პროექტშია. Next-ისა და Redisonis პარტნიორობამ საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება მისცა, რასაც უკვე Next-ის სოლო პროექტებშიც ნერგავს. ბრენდის შემთხვევაში, Redisonis შემთხვევაში ესეც ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო, იმიტომ რომ Redison არის აქტიურად ჩართული და გვემუშავება თავისი გაიდლაინებით, თავისი მოთხოვნებით. ეს აადვილებს უფრო თუ ართულებს მუშაობას. აი თავიდან ართულებს, მაგრამ მე უფრო ამარტივებს. თავიდან რთულიან სტანდარტი აქვს. ძალიან მაღალი სტანდარტი აქვს უსაფრთხოების მიმართულებით, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, მასალების მდგრადობასთან მიმართებაში აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები, იმიტომ რომ ეს არის სასტუმრო, რომელიც 20-30 წელი უნდა იმუშაოს და მნიშვნელოვანია, რომ მასალები იყოს მდგრადი და არ დაზიანდეს მალე. ხო. ასევე საინჟინრო გადაწყვეტილებები, მოთხოვნები აქვს ბრენდებზე და მივყვებით ამ სტანდარტებს. როგორ ხდება ქაოსი შენობა, ნახაზი რეალობა, სამშენებლო მოედანზე უნდა ნახო. Next-ის ავლაბრის დაუნთაუნიც ნელ-ნელა ფორმირდება. ისტორიულ უბანში მშენებლობა ბევრ რამეს მოითხოვს. წარსულის ცოდნა, უბანი, ქუჩა, ეზო, მასალა, დეტალი, არქიტექტურა, მისი შენარჩუნება. ბათუმის დაუნთაუნის გამოცდილება მაჩვენა, რომ ისტორიულ ძეგლზე მუშაობა არ ნიშნავს რეაბილიტაციას. ეს ძველისა და ახლის სინდეზი უნდა იყოს, ისე რომ არ წაშალო ქალაქის მეხსიერება. ისტორიულ უბანში მუშაობა კი კარნახობს, როგორი უნდა იყოს ახალი შენობა ძველობაში. Next-ის ხარისხს და ინოვაციებს მოყავს შესაბამისი მყიდველიც. ხშირია განმეორებითი შეძენები, რაც კმაყოფილ მყიდველს ნიშნავს. ეს კი Next-ის გაყიდვების პოლიტიკამ განაპირობა, რაც მყიდველს კომფორტს უქმნის. Next-ის პროდუქტი საუკეთესო ინვესტიცია, რომლის ღირებულებაც მზარდია. დღეისათვის Next-ის გაყიდვების ოფისები მუშაობს საქართველოში, დუბაიში, კენიასა და მალე პოლონეთიც დაემატება. ზოგადად უცხოელები არიან ჩვენი ძირითადი მომხმარებლები და როგორც წესი ჩვენს ქონებებს ყიდულობენ საინვესტიციო მიზნებისთვის. ორი მიმართულებით არის მომგებიანი, ერთი რომ ხარისხიდან გამომდინარე არის ძალიან კარგად მოქნილად გასაქირავებელი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვრჩებით კომპლექსებში და ამ გაქირავების სერვისს კლიანტ Next-ი უზრუნველყოფს და რაც დამატებითი კომფორტი არის შემძენისთვის და მეორე ის რომ ჩვენი ხარისხიდან გამომდინარე გაძვირება საკმაოდ დიდია და ამას უკვე რაღაც ერთგვარი ისტორიაც გააჩნია, ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის უკვე ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი და ამიტომ გვაქვს ბევრი განმეორებითი შეძენა და ვფიქრობ, რომ ის ხარისხი და ის კომფორტი, რასაც მომხმარებელს უქმნით, გადამწყვეტია ჩვენს შემთხვევაში. დღეს უკვე ორგანულია სხვადასხვა დროის არტყელი, რამდენიმე ენა, განსხვავებული კულტურის მქონე თანამშრომლები, ინოვაციები. Next-ში სიახლეები და იდეები ფასობს. გამოწვევა იდეამ ქაღალდიდან რეალობაში გადაინაცვლოს. დღეს ეს იდეა ქალაქი ქალაქშია. სად? ეს მომავლის თემაა. Next-ი უკვე აგროვებს გამოცდილებას, ცოდნას და ფიქრობს, რა იქნება შემდეგში კი არა, რა იქნება მომავალი.